როგორ გაირჩა ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის შესაძლო მოწამვლის საქმე, ფორმულა ეპისკოპოსის ოთახიდან ვიდეო ჩანაწერს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს თავად მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის სხვა სასულიერო პირები და ისმის მონაზონ თეკლას ხმაც. იქვე ზის ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი გიორგი შინჯიკაშვილი. ვიდეო კადრებში ჩანს პისტოლეტი და ისმის მისი გადატენის ხმაც. სასულიერო პირი შინჯიკაშვილს კითხვით მიმართავს, ქონდა თუ არა კავშირი მის მონაზონთან. შინჯიკაშვილი უარყოფს და ამბობს, რომ მონაზონი იტყუება. ამავე ჩანაწერით დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია ხარებასა და შინჯიკაშვილს შორის დაპირისპირების შესახებ. უკრაინაში დაღუპული ვანო ნადირაძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. მას თავდაცვის სამინისტრომ აეროპორტში პატივის მისაგებად საპატიო ყარაული არ დაახვედრა. ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე 22 ივნისს გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით მიზეზი გულის შეტევა გახდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა და კატეგორიული პროტესტი გამოუცხადა. მიზეზი ეკატერინბურგში აზერბაიჯანის 50-ზე მეტი მოქალაქის დაკავება გახდა. სპეცოპერაციისას 2 პირი დაიღუპა. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ძმების საფარავები მოკლეს. დიდი ბრიტანეთის პორტში გემიდან 96 მილიონი ფუნტის ღირებულების კოკაინი ამოიღეს. კოკაინით დატვირთული ტანკერი ლონდონის პორტში პანამიდან შევიდა.